რაფასე აქვს განსხვავებულ აზრს მიხეილ სააკაშვილისთვის მის ბოლო გზავნილშიც კარგად ჩანს კონფრონტაციისა და პოლარიზაციის მცდელობა პალატიდან. ნაციონალური მოძრაობის შემოქმედი საზოგადოებას ყოფს თან მისგან სხვა მხარეს ყოფებს შეურაცხყოფს. მსჯავრდებულის ორი საქართველო და პოლიტიკური ანამნეზი. მეგინ არსავიძის რეპორტაჟი. მსჯავრდებული სააკაშვილი საქართველოს ვივამედის პალატიდან ზუსტად ისე ხედავს, როგორც 2012 წლამდე საკუთარი კაბინეტიდან ხედავდა. ორად გაყოფილს მტრებად და თავისიანებად. პატიმრის აბსურდულ იუზიებს, ყველაზე ნათლად გამოქვეყნებული პოსტის ის ნაწილი აჩვენებს, სადაც საკუთარ თავსა და თანამოაზრეებს კეთილ მხარედ მოიხსენიებს. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის ადგილს კი საქართველოში ისევ ვერ ხედავს. ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის მიდგომებში არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ძალაუფლება აღარ აქვს და ამჯერად მხოლოდ ფანტაზიებს სჯერდება. ფანტაზიებში კი ისევ მისთვის მიუღებელი ადამიანებისგან ცლის ქვეყანას. გაუსწოროთ სიმართლეს თვალი, არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო. პირველი ის ადამიანები, რომელთაც უყვართ ქვეყანა. მეორე საქართველო, ამ საქართველოს მკვიდრები არიან მუქთახორები, ბირჟავიკები, მატყუარები, საოცრად უტიფრები. ჩვენ და მათ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. სახეზე ძალიან ღრმა შეუთავსებლობაა და ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი. გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი, რათა აღარასდროს დაუშვათ მათი აღზევება. აქეთ ვართ სიკეთე და იქით ბოროტება. ჩვენ განსხვავდებით ჩვენი საუბრის მანერით და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხვრამოხრით. სააკაშვილის ზღაპრებზე სერიოზულად მსჯელობენ ნაციონალურ მოძრაობაში. პატიმარი ლიდერის მსგავსად დანარჩენებიც არაფერს ნანობენ. ბარამიძეც ორ საქართველოზე საუბრობს. ისიც ვერ ხედავს ქვეყანაში განსხვავებული აზრისთვის სივრცეს. მათემატიკური აბსურდი კი იმით გრძელდება, რომ პარტია საკუთარი მხარდამჭერების რაოდენობასაც ვერ აფასებს ობიექტურად. ეს კონფლიქტი უკვე მიმდინარეობს საზოგადოების შიგნით ორ ფილოსოფიას შორის. შეუძლებელია ამ ორი ფილოსოფიის ერთად არსებობა. გაიმარჯვებს აუცილებლად ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა 90%. სააკაშვილი რომ უცხოეთიდან მიღებულ გზავნილებს იმეორებს, ამაში ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან. აგენტები კი ქვეყნის გარედან საქართველოში პოლარიზაციის წახალისების დავალებას იღებენ. სწორედ ამიტომ ცდილობს სააკაშვილი ხალხის ორად გაყოფასა და დაპირისპირებას. ზუსტად ამას აკეთებდა ხელისუფლებაში ყოფნის წლებში. ხო ხედავთ რომ ის არც იცვლება. შეხედეთ რა განცხადებებს, რა ტექსტებით საუბრობს, ისევ იგივე, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებით, ხო? ერთადერთი რაც მას არ გააჩნია, ეს არის ძალაუფლება, თორე უფრო უარეს გააკეთებდა. პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ საერთო ვერ გვექნება, ოჯახებს ანადგურებდნენ, ადამიანებს ანადგურებდნენ და ეს დამოკიდებულება არ შეცვლია. რაღაცა გაიაზრებინა, ანალიზი გაეკეთებინა და ბოდიში მაინც მოეყადა, ფაშისტები არიან, პირდაპირ მნიშვნელობით. სინამდვილეში ჩვენლა გვახსოვდეს, როდესაც ბრიუსელიდან საუბრობდნენ პოლარიზაციას, ეს იყო პოლარიზაციის დამკვიდრების სურვილი, რომელიც მოდიოდა ბრიუსელიდან. გაიხსენეთ რასა იუკნევიჩიანის გამონათქვამი, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს ზუსტად სააკაშვილი მის გამონათქვამებს, მისი ფაშისტური ხასიათის შეფასება, რომ ქართული ოცნება არის ვირუსი თუ ინფექცია, რომელიც უნდა ამოკვეთონ და ქართველი ხალხი, რომელიც ხმას აძლევს ქართულ ოცნებას, რომ ის არის დამნაშავე. მათი პირადი აგენტების და დავალებების შემსრულებლების გარდა სხვა დანარჩენი ხალხი არ ვართ. ჩვენ ხალხად არ გვთვლია. ისინი ხელისუფლებაში რომ იმათ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი მარიონეტები, ალბათ საიმე შეგვიქნია სადმე რეზერვაციას და შიგნით შეგყრიან სულ ყველას. მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ცდილობდა გაეყო და დაეკუცმაცებინა ჩვენი ქვეყანა. საბედნიეროდ ქართველი ხალხი ბევრად უფრო გონიერია, ვიდრე ის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოზე დიდი ხნის წინ თქვა უარი, საქართველოს მოქალაქეობაზეც უარი თქვა და სამშობლოდ საერთოდ სხვა ქვეყანა გამოაცხადა. სააკაშვილი სწორედ იმაზე წერს, რასაც კიდევ ერთხელ გააკეთებდა ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს. პარლამენტის წევრების განმარტებით არანაირი ორი საქართველო არ არსებობს და ასეთი განცხადებები ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. არავითარი ორი საქართველო არ არსებობს, ეს დასტურდება არაერთი არჩევნებით, ეს დასტურდება ასევე ქუჩაშიც, სადაც რამოდენიმე ადამიანი 7-8 მოქალაქე ცდილობს რომ გადაკეტოს რუსთაველი, ამით გადაკეტოს საქართველოს პერსპექტივა. ეს არის შეურაცხყოფელი მისი მხრიდან. სააკაშვილმა თავის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ბანდა დღემდე მოწყურებულია, რომ ისე მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ შორის გადატრიალების გზით და ისე დასაჯოს ქართველი ხალხი. ეს განწყობა აქვს.
იმასაც და ატეიშვილებს, უგულავებს, ზონდერი ზოდელავა რო იყო რომ მიადგა იმას ღობეს რო გლეჯდა. ღობე გლეჯიაშვილები ვინც არიან ესენი. ყველას ეს ამოცანაა. მუქარა, ძალადობა, ხალხის ორად გაყოფა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა. სწორედ ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის სახე. ახლა კი ეს ვივამედის პალატაში მყოფი პატიმრის სურვილია, რასაც ვერ მალავს და საჯარო პოსტებით ისევ ქართველ ხალხს ემუქრება.